მოგესალმებით, ეს არის ჩემი ახალი პირველი ჩენელი, YouTube არხი, სადაც ძირითადი კონტენტი იქნება ვარჯიშის შესახებ ვიდეოები, ვარჯიშები პროფესიონალ და გამოცდილ ვარჯიშეებთან ერთად. ამჯერად ჩემი პარტნიორი ვარჯიში იქნება ლაშა მელაშვილი, რომელთან ერთადაც შევასრულებ სულგის და ბიცეპსის ვარჯიშებს. უკვე ვიღებთ, მოდი მაყურებელს გაეცანი. ლაშა მელაშვილი. პერსონალური ტრენერი ლაშა მელაშვილი. მე 15 წელია ამ სფეროში ვარ და მოვაწევ. მე უკვე უთხარი რომ ზურგის და ბიცეპსის დღე გვექნებოდა. და ვარჩიოთ. ავარჩიოთ 4 ვარჯიში ზურგზე, ალბათ და 2 ვარჯიში ბიცეპსზე, რომ ძალიან გაგვეწელოს ვარჯიში, მოკლე ხანში დავამთავროთ, უფრო ეფექტური იქნება შედეგისთვის. კაი, პირველი ვარჯიში გახურება გვექნება წელს. წელის გახურება მე მგონი აუცილებელი არის, იმიტომ რომ შემდგომში ზურგზე ტრავმა არ მივიღოთ. ამიტომ ყველა სურჩეა ჩემი რჩევა იქნება ჩემი გამოცდილებიდან, რომ აუცილებლად გავახუროთ წელი პირველად. 2-15, 3-15 ის ინდივიდუალური ამდენიც ვისაც როგორ უნდა რა. პირველი მისვლა წონის გარეშე ალბათ. წონის გარეშე რა უნდა. უფრო მეტად გავწელოთ COVID მოძრაობა და ძალიან არ ამოვიდეს ზურგი და დარჩეს დაჭირებული. თითოეულ უნდა იგრძნო წელის ნაწილი როგორ დაიჭირება. ეს ხეული კარნახობს სადონ მიახვიდე. შეგიძლია ხელები ესეც კონდეს, ინდივიდუალური ესეც კონდეს. საკმაოდ კარგად მეჭირა, პატარა პაუზები შეიძლება გააკეთო, უფრო იგრძნო წელის ნაწილს. თან ვისაც არ აქვს განვითარებული წელის ზოგადად კუნთები, იმისთვის შეიძლება რომ პატარა მოძრაობა უფრო ეფექტურობიარე იყოს. ვისაც ერთი რაღაცა აღნიშნოთ, ვისაც თიაქარი აქვს, ამ ვარჯიშს არ ურჩევენ გააკეთოს. ეს რომ ვიცოდეთ მაინც. სადაც აქამდე ხო? მე ცოტა ქვევით ჩავიდოდი უფრო. აი აქ. ამოდი. აი ცოტა ისე და ძნობა ხო? ეს რა მოხდა უკვე საჯების ნაწილი დაიჭირა. აი მოკლე მოძრაობა უფრო უსაფრთხო არის. ტრავმას გამორიცხავს. ვიდრე გრძელი და ძლიერი მოძრაობა. გაიაკუა. ოკა იდეალურად ასრულებს ამ მოძრაობას ხა. თავარი მოძრაობა კი ნელა გავაკეთოთ, რომ უფრო ხარისხი იგრძნო და კეთების პროცესი. კუნთი უფრო იგრძნო, როცა ნელა აკეთებ. გადავიდეთ შემდეგ ვარჯიშს. აგონ დიდი არჩევანი გვაქვს სულგის ვარჯიშებში. დიდი არჩევანი რომელია? მე ამ ტრენაჟერში დავიწყებდი. სულგის უგანიერესი ნაწილით, ეს მაინც ყველაზე მთავარი ნაწილი არის, ну ვისაც განვითარებული არ აქვს, შეიძლება დავიწყოთ შუა ნაწილით, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში ჯობია დავიწყოთ სულგის უგანიერესით. უფრო ლამაზი კუნთი არის და უფრო ლამაზად ჩანს სხეული. ახლა შევიდეთ, წელი კარგად გავამაგროთ. ხერები განზე. მოძრაობა ნელა, ვაკონტროლოთ მოძრაობა. აქ საკმარისია ნიკაპამდე დაახლოებით. ზევით გავწელოთ. დავაფიქსიროთ, იგრძნოთ კუნთის განაწილი, განიერის ზურგის. გავუშვით. პატარა პაუზები უფრო ეფექტურია. ესეც 15 გამეორება ალბათ, ხო? 15 გამეორება პირველი განსაკუთრებით უნდა იყოს 15, კარგად გავხურდეს კუნთი. შემდგომ გააჩინე მიზანს. რა გვაქვს მიზანი იმის მიხედვით. კაი. აიგო. წელს მე უფრო შიგნით შევწევდი. ისე? წინ გადავიწევდი, უფრო უგანიერესად წამოვდადოთ. ნახე.
მგონი უფრო იგზენ, ხო? კი. აი ზევით აწევის დროს განსაკუთრებით. აქ დიდი ნიშნობა აქვს თითოეულ დეტალს, როგორ დაჯდები, როგორ დაიჭირეს ზურგს. როგორ აწეხეს, როგორ ჩამოწევ. აი ეს პაუზები აუცილებელია და მნიშვნელოვანია ჩემი აზრით, იმიტომ რომ უფრო მეტად იგრძნობა კუნთი. სისხლის მეტად უფრო შედის კუნთში. გაჩერების დროს რო აკვირდები ხოლმე, უფრო მეტი კუნთი იჭიმება, რაც უფრო დიდხანს ვაჩერებს, რაღაც 2-3 წამის განმავლობაში. თან როდესაც რაც ნელა აკეთებს და აკონტროლებს მოძრაობას, უფრო ნაკლებია ტრავმის მიღების ალბათობა. ეს თავიდან სანამ გახურდები, მაქამდე განსაკუთრებით უფრო ეს მეტი კუნთი რო აქტიურდება და მე ვარჯიშის შუა პროცესში უკვე იმდენად აღარ მჭირდება ხოლმე, რომ ყველა კუნთისეც გააქტიურებული არის. შეიძლება ცოტა ჩიტინგიც გაუშვე ბოლო ბათონებს. შეგვიძლია მეორე მისვლა უკვე 12 გამეორება გავაკეთოთ, ცოტა დავაკლოთ. შესაბამისად წონას უმატეთ. მაგრამ შევეცადოთ ტემპი და ხარისხი შევინარჩუნოთ იგივე. წელი ჩაგრეული, ტანი გასავებული და ეს უკვე იგრძნობა უკვე სხვანაირად. ფამპს უკვე უგრძნო პირველი მისვლის მერე. ამიტომ არის აუცილებელი ბევრი გამეორება პირველ მისვლაზე. ეს უკვე კაი იქნება. წინ. უკვე დამეთანხმე უფრო გრძნობი ხარ, ხო? კი. ახურებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. როგორ მოაზრდებ კუნთს ვარჯიშისთვის. და ამას ყოველდღიურად მიაქციეთ ცოტა. ოფლი გამომივიდა უკვე მეორე მისვლაზე. ხო, გაუშვათ. 3 ან 4 მისვლები. გაუშვათ თითო ვარჯიში. წონა ახლა ჩვენ არ შევცვალეთ, დავტოვეთ, იმიტომ რომ კაი წონა არის 12 გამეორებისთვის. აი წონა ნამდვილად. შევინარჩუნეთ ახლა 12 გამეორება და შესაბამისად წონა აღარ მოუმატეთ. ო, ანუ კარგად იგრძნობა. თან ნელი მოძრაობით, გაჩერებით. რო ვაკეთებთ კონცენტრირებულად. ზურგზე, უგანიერესზე. კარგად უთხოვს, კარგად მუშაობს. ახლა კიდევ უფრო მეტი. თან ჩვენ ახლა პატარა შესაბამისად ვაკეთებთ, ეს აღსანიშნავია. კი. თქვენ გიჩვენოთ წუთი-წუთნახევარი, თუ ფორმაში ხართ წუთი, თუ არ ხართ ფორმაში, წუთნახევარი მაინც დაისვენოთ. ხო, ხარისხიან შესრულებს ვარჯიში. აიება. ახლა ამცენ ხომ მუშაობს და არჩევლად იცინება. ცოტა ექსტრა დახმარებას შევთავაზეთ. ხარისხის დაიხმარეთ, ვიღაცა თუ შევილია, პროდუქტიული იქნება თქვენი ვარჯიში, ნაკლად წარმოს აიკიდეთ ვარჯიშის დროს. პატარა დახმარებები ძალიან მნიშვნელოვანი არის. ო, ეგეც უფრო თქვა ზურგის შემთხვევაში ჩამოწევაზე რა, აწევა უფრო მარტივი არის და ჩამოწევის დროს ვეხმარებით ხოლმე.
ხა უკვე კარგად ვიცი. შემდეგ ვარჯიშიც ის კაი მომზადებული არის კონტი. აგვექნება შემდეგ. შემდეგ ვარჯიში უკვე შუა ნაწილი გავაკეთოთ. ახლა უკვე გარე ვამუშავეთ. გადავიდეთ შუა ნაწილზე. კომპლექსურად გამოგვიდეს ზურგის ვარჯიში, გარე შიდა ნაწილები ორია. აი ძალიან ცოტა ჩიტინგია უკვე შეგვიძლია გავაკეთოთ. ოდნავ არ ვიფიქრეთ რომ ძალიან ტანინა ვამოძრავოთ. ოდნავ შეიძლება ინერცია მისცევ. ან დავეხმაროთ. თუმცა მარტო ვარჯიში შეიძლება ცოტა ინერცია მიცეთ და აი ესე ვას მევეხმარებით ცოტა ოდნავ დავეხმაროთ. კარგი იყო. კარგად კი ვიგზენი ხა? აი, შემდეგია ვარჩი. ეს ტრენაჟერი მომწონს. ეს კარგად გამოცილი მაქვს. ეს ტრენაჟერი და აი ეს მოსინჯო. ნიჟე სკამის ზომა უნდა შევარჩიოთ, ხო, პირველი? და განსაზღვროთ ზურგის კონკრეტულად რომელ კუთხეზე გვინდა რომ გაარტყას იმუშაოს. საერთოდ წონის მატება, წონის არჩევა არ ვიჩქაროთ, დიდი წონით რაღაცას არ დავიწყოთ. იმიტომ რომ შედეგს არ მოგცემ, შეიძლება რაღაცა დავა ავიგიდოთ. ისიც უნდა აუნიშნოთ, რომ ხშირად ამატებენ, აი, თქვათ 10-ის მერე ეგრევე 15 ან 10-ის მერე კიდე ეგრევე 10 და დარბაზში არის ორნახევრიანები, კიდე უფრო პატარებიც და რაც ხარისხიანი შესრულება. ხო, უფრო ზუსტ წონას შეერჩევენ. პროექტული იქცა. აქცენტი გვაქვს ტრაპეციაზე, ხო? და ზურგის შუა ნაწილი, ტრაპეცია და ზურგის შუა ნაწილი. ხო. მეგონი წონა გახურებისთვის ნორმალურია. კი. და ესეც 12 გამეორება თუ? 15. როგორც პირველი ვნახოთ როგორც წაიღებს. როგორც წაიღებს. და აქცენტი გავაკეთოთ შეკრაზე, რაც შეიკუმშება. შუა ნაწილი უფრო ეფექტური იქნება ამ ვარჯიშის სარგებელი. აი კოკა იდეალურად ასრულებს ახლა. ხედავთ რომ კარგად კრავს კუნს. იდეალურად. ტრაპეცია ზურგის შუა ნაწილი განადელდაც კარგად მუშაობს. აქეთ კოკა როგორ ნელა და კონცენტრირებულად ასრულებს მოძრაობას. ეს ძალიან თავარია და ძალიან მნიშვნელოვანია. ითამარა ფერმარი გაიწონა, ხო? ანუ გაიწონა, ხო ეხლა ფიქრობდი. ამას კიდე 5-იანები რო დავამატო. ჩვენ ახლა ამხელა გამოცემა გვაქვს, ამხელა სტაჟი გვაქვს და 10-იანები დავამაგრეთ და ფიქრობთ მოვუმატოთ თუ არა. ჩიტინგი რა თქმა უნდა ჩვენ შევძლებთ მეტი გამეორება გავაკეთოთ და ცოტა წონას მოვუმატოთ, მაგრამ ჩვენ უფრო აქცენტს გავაკეთებთ ახლა კუნთის იმას და მე ვფიქრობ 5-იანები წავამატოთ. 5-იანები დავამატოთ, კი, გაიწონა იქნება. წავამატოთ წონის დაიყოს და ისევ სუფთა მოძრაობა შევასრულოთ. კარგი. აი ქეინც რომ მეტი არ წავამატეთ. ხო. მეცა შეიძლება წაემატებინა 10 კილო,
მაგრამ ტექნიკა და ხარისხი გაფუჭდებოდა და ხარისხი გაფუჭდებოდა. ხო. ეხლა ერთ მისვლას მაისურის გარეშე გადავიღებ, აჩვენებ. ზურგის კუნთები როგორ მუშაობს და ხო რა. აი იქნება რომ ანახო. აი ნახე შეხედეთ აქ გაჩეს ხოლმე ზურგზე. ზურგის შუა ნაწილი. ტრაპეცია, უკანა ტრაპეცია და უკანა დელტაც კარგად მუშაობს. აი ეს აი თავი, როგორც კრავს, აი იცით შეიძლება უნდა შეიკრას, მოიჭრუნდოს. აი ეს აი გოგოძა კარგად ჩანს როგორ მუშაობს და რა ნაწილი მუშაობს. მაგრამ მუშაობდა. ხო რა. ჩანდა ეხლა, რომ მას დაინახავსო? ხო, ეგ არის რა. ანუ როცა რელიეფში არის კუნთის მასა, რაღაც დონეზე მშრალი რო არის ხეული. შენ დროს აი ძალიან ეტყობა რომელი კუნთები მუშაობს. გრძნობაც უფრო მეტია. გრძნობაც უფრო მეტია. რაც რო ნაკლები ეცხი, მით მეტია გრძნობა კუნთის. გამტარიანობა უფრო მეტია. განსაკუთრებით კარგად გაქვს ზედა ტრაპეცია განვითარებული, რომელი არის მაგისტრის საუკეთესო ვარჯიში. თავის დროზე ბევრი მაქვს. ნამუშევარი, აი ზედა ტრაპეცია საერთოდ კუნთის გამოკვეთას ჩემი გამოცემით აკეთებს ის აი ეს გაჩერებები. კუნთის აი ეს როგორ ახსნა. ანუ შეკუმშულ მდგომარეობაში რო აჩერებ. ესე ვთქვათ რა. დაბოლოებებს აკეთებს გაჩერება. როცა აფიქსირებ მოძრაობას, ის კუნთები ჭრა უფრო ხდება. როცა შრები და უგრეილები ჩდება, უფრო ვიზუალიზაცია უფრო მეტი აქვს. მაგას. თუნდაც აი ამ ვარჯიშს ვაკეთებ და აჩერებ ტრაპეცია უფრო მეტად ერთვება. გაჩერების შემთხვევაში ვიდრე გაჩერების გარეშე რო რა აკეთებ. თქმა უნდა. და ვერასდროს გაჩერების გარეშე კუნთი აზრემოსაც რას აკეთებ? ერთვება კი ზურგი მუშაობს, რაღაცა კუნთები მუშაობს. აი როგორც პირველ მისვლაზე რო ვთქვი რა, გაჩერების დროს თქო, წინა ვარჯიშზე. რო ვაჩერებ, მე ერთვება სხვა კუნთები და ანუ გრძნობელობა სხვა კუნთებში აქტიურდება. იცი რა აჩერებ, მთელი ორგანიზმი წინააღმდეგო როცა იჭერ, ჩართულა მთელი ორგანიზმი ამის შეკავებაში. მოკაჩვის დროს რამოდენიმე კუნთი შეასრულებს და მორჩა. ისეთ შეასრულებს ნაწილობრივ. ნაწილობრივ და ეფექტი გექნება ნაკლები. ამიტომ ჯობია ის გააჩვენოს პატარა კუნთების სიღრმეები და დაბოლოებები უფრო გამოდის მე. აი. ერთი მისვლაც გავაკეთოთ, ხო? ერთი მისვლა გიწევს შენ? ხო, მე მიწევს. და მე გავაკეთე. აი ამ ვარჯიშზე ხომ მუშაობს ტრაპეციაც. ზურგის გარდა, ხო? ნახე რა აჩერებს. აი ეს ხაზი, ნახე. ეს კონტური როგორ რჩება, აი მაშინ ეს მე როცა შრება და კუნთი სიმგეს უფრო ვიზუალიზაცია რჩება ამის. როცა შენ პროსტა ამოიტანე პროსტა ჩიდინგი აი სწრაფად ამოიდე. აი ნახე ვერ მოასწრო ბოლომდე. რას აკეთებ ვერ ხვდები რა. როცა აჩერებ აი ეს ნახე უკვე მუშაობს. უფრო მეტად ჩართულია ამ წონის დაჭერაში, ამ წონის დაშვებაში, შეკუმშვაში, ამ წონის გაჩერებაში, ყველაფერში მონაწილეობას იღებს და უფრო მეტი ეფექტი აქვს მე შემდგომში უფრო ვითარდება
იმ კუნთის გარდა რაც ვაკეთებ სხვა კუნთებით. მე ჩართულია, ნახე, ყველა ჩართული ამ დროს ბიცეპსი, განდელტა და ზურგის კუნთი. კი. ეს სამი კუნთი ხომ მუშაობს, მაგრამ შეიძლება იჭერ. და ტრაპეცია და განდელტა უფრო ერთება. შენი გიგრძნობა კიდევ. შენი როგორ ჩანდა, იცი, როცა გააკეთო, ფამფიკა განდელტას, აი ნახე. კი. დაფამბულია. გადა. განდა მაშინ დელტა გაგეთე რა ორა ხამას ერთი ვარჯიშის რო დაუმატო და всё რა. всё, შეიძლება არის ეგეთი პროგრამაცო, დელტას აკეთებენ ზურგთან ერთად ერთ ვარჯიშს. უკანა დელტას. აქტივაცია შელიჭერ და აჭრე. უკანა და უფრო დიდი პროცენტით ერთობა ვიდრე ჩიტი გინტერ გაარის. მაგრამ ნიშნავენია სულთა მოძრაობა. ეხლა მე ავიღებდი ისეთ ვარჯიშს, სადაც ჩაერთებოდა ის კუნთები, რომელიც ვამუშავეთ. ესე ტრენაჟორი არის ეს ჩემი აზრით და ჩემს მიხვდები რატო უყურე ეს როგორც ზურგის უგანიერეს ისე შეიძლება დაატყას და ხე მოძრაობა არის ესეთი ანუ მოდის გარედან რომელიც უგანიერეს სამუშაოებს გუშინ შიგნით და მე შესაძლოა მოძრაობა ხდება ესე ანუ ეს შეიკუმშება ამას ვერ გავექცევით მაგრამ ხო აქ რო შემოიტა ნახე ხო ესე ჩართულია უკვე კი ნახე თუ ჩვენ ხა ისეთი ვარჯიში ავიღეთო ერთი ეს გავაკეთეთ ერთი ეს გავაკეთეთ ეხლა სიტუაცია ჩაკეთეთო უფრო ეს ჩაერთო, მაგრამ ესეც იმუშავებს. ხო, ანუ ორივე ერთად. ორი ერთში, ორი გასწორი, ერთი გასწორი, ორი კუთხედი. კი. კაში რო გაგეთებდეს მიხვდები ამას. აი, აქ დაწუნაუროთ. 15-იანები ავიღოთ, მე ესე მაინც ახალი მოძრაობა. არ გაგეთები და ნახოთ, გავიგოთ როგორ მუშაობს. მე ხა ეგ ჭიც ავიღებდი ცოტა არც ძალიან შიგნით და არც ძალიან გარეთ. საშუალოზე ცოტა განზე. რომ ის კუნთები ვამუშაოთ რაც ვერ მინდა. აუცილებლად წინ გადავიწიოთ ამ დროს რომ ის ნაწილები რაც ვიმუშავეთ გადაიჭიმოს და დაჭიმო მდგომარეობაში იყოს. აჰა. და უფრო ვიგზნოთ. თავი ოდნავ წინ, შუა ნაწილი და ტრაპეცია ჩაერთოს. და ვაკეთეთ. აი ხა ისე იგზნობა რომ ხო, კოკა მიხვდები შენ რომ გააკეთე. გვაქვს საქმე. საოცრად იგზნობა რაც ვამუშავეთ ის ნაწილები. მესამე ვარჯიში გადმოვედი და მეორე მისას ვაკეთებ და წონები ვარჯიში დავიწყე დაბალი წონებით. პირველი წონა ყოველს დაბალი ნეყოს ნახოთ მოძრაობა, ახალი მოძრაობა როცა აკეთებ როგორ სრულდება. და შენ არ ვიჩქარი და მოვატეთ 5 კილო. აქ შეიძლება ვიღაცა მოვატეთ 10 კილო და ვერ შეესწოს მოძრაობა ისე კარგად და ხარისხიანად როგორც საჭიროა, იმიტომ მე ყველას ურჩევ, ვინც ვარჯიშობს, ანუ წონების მატება არ ვიჩქაროთ. ჯობია დაბალი წონა ავიღოთ და შევხედოთ ზუსტად გავაკეთოთ მოძრაობა და მე თუ კუნთი მოგთხოვს მე მოვუმატოთ, ვიდრე ეგრე 10 კილო დავამატოთ და 20 კილო და რაღაცა ტექნიკა დაიროს ხო? ჩემში. ხო, ტრავმა ყველაზე, ანუ პირველი არის რაც არ უნდა მეიღო ვარჯიშის დროს რა. ახლა შემოგვიდე, გახვიდე ფორმაში და ჯამფელი. თქვენი მიზანი ეგაა. და ტრავმა არ დავიგეს. ტრავმა არ დავიგეს. აი, გავაკეთებ. შვიდე. ბოლოში ცდილობ დავიჭირა მაინც, როგორც გავამდის. ხო, ცოტა ჩაგაწევინებ, ოდნავ კიდე შევიდე. ბატონო, დახმარება. ძალიან პარტნიორს თუ აიყვანთ, უფრო კაი არის, უფრო სოფასონად შეასრულოთ ვარჯიშს. ისიც ქვედა ფაზაში ხო. ვეხმარები, სადაც ყველაზე რთულია და კუნთმა აი ხა კოკა პატარა დამეხმარა და შეკუმშოს უნდა მიაღწიოს. ვიგზენი უნთები. აი დახმარებით მაინც სხვა არის რა. მე ყველას ვურჩევ რომ მეტიადაც ვარჯიშო პარტნიორი. ვცდილობ რომ პარტნიორი ვარჯიშო და შეიძლება შენზე სუსტი იყოს, მაგრამ აი ეს პატარა დახმარება გაგიწევს ათში. გააკეთე ხა ჩემთან და უფრო სხვანაირად ვიგზენი გუნდს. ან მინიმალური არის რა. აი ეს დახმარება, მინიმალურ დახმარებას გრძნობ როგორც ძალიან დიდ დახმარებას რა. აი იმ ყველა პროფესიონალს თუ აგვირდებით რა ნახოთ ვიდეოები, კოლემანია, ფილფილია თუ ყველა ვარჯიშობს. ხო. ტრენერი ან ვიღაცა დამხმარე. ან პარტნიორი ვისთანაც ვარჯიშობს რა. კი. არის აუცილებელი შენი დონის იყოს და თქვათ მე როგორც მე და შემოთქვა. ხო, რაღაც ელემენტარული უნდა იცოდეს რა. დახმარება, ხო. როგორ ხდება რა. ეხა კოკა მე შენადგეს მაიკას გავიხდიდი. ხო, მართალია. კიდევ ერთხელ ვანახებდი და მაინც რაც ვილაპარაკეთ. როგორ მუშაობს ეხა თქვენ კარგად ნახავთ, როგორ მუშაობს ზურგის უგანიერესი და შიდა ნაწილი ორივე. ტრაპეცია სათქო.
ცოტა შედი კოგაში, გადაწი. ნახე, უკვე ნახე. არ დაიწყო უკვე ამ პოზიციაში უთხარი გადაიჭიმე. ნახე, ესეც დაიჭიმა, ესეც დაიჭიმა. ისე ყველა ნაწილი რაც ვილაპარაკეთ, ყველა ნაწილი დაჭიმულია. ეხლა მოძრაობას გაკეთებ, უფრო დაინახავთ. აინახეთ. როგორ იდეალურად მოძრაობა მუშაობს, გარე ნაწილი, ტრაპეციული, შიდა ნაწილი. რაც ვილაპარაკე. ისეთი ვარჯიშები ავარჩიეთ. რომ აი პირველი ორი ვარჯიშის გაგრძელება ყოფილიყო მესამე ვარჯიში. ეხლა მეც აი პატარა დახმარებას ხედავ საჭირო არის. ძალიან არ უნდა დაეხმარო ეს პირველი. პრინციპიურად ძალიან არ დავეხმარო. ოდნავ რომ გავუმარტივო. ერთიც გოგა. ეხლა შევიდეთ სამი ჩიტინგით გავაკეთოთ. ერთი. ორი. სამი დავიჭიროთ. всё. ოკა მოვახსენეს როგორ იქცნო? პირველი მაგალითად მეჭირა ხელები. ანუ დიდხანს რო გიჭირავს იმეწონა თან ხელებიც მაგდება ამ შემთხვევაში. ხელების და სუგი აი ხელების წინ შემოტანაზე უკვე ზოგზროფ რო არის გადაჭიმული არის. როგორ შეეჯერებდი რა ვარჯიშებიც გავაკეთეთ ხო? ჩვენ გავაკეთეთ სამ ვარჯიში ზოგზე და მე მგონი ეს რაღაცა დაწყებითი განსაკუთრებით საკმარისი არის, იმიტომ რომ მოიცავით თელი ზოგი, გავახურეთ წელი ჰიპერექსტენზიას ქვედაფაზა გააქტიურდა. ხო. მე გადავედი ზოგის ორგანიზმზე. ზოგის ორგანიზმზე. მე გავედი ჩინა ნაწილები, რომბალური კუნთი, რომბალური ნაწილი. მე გადავედით მესამე ვარჯიშზე და თლიანად ისეთი მოძრაობა ავირჩიეთ, რომელიც შეკრავდა თლიან ზურგს. მე ზურგის ორგანიზმს და შუა ნაწილს. ხო, ანუ ყველა ნაწილს ერთ ვარჯიშზე, ან თუ გინდა რომ ხარისხიანი გააკეთო, ანუ ფიზიკურად ვერ გააკეთებ, ანუ რესურსს არ გეყოფან, თითოეულ ვარჯიშზე ვერ დაიხარჯები ბოლომდე და ჯობია რომ ჩვენც ეგრე ვაკეთებთ ხოლმე და სხვისთვისაც რა ურჩიოთ. ხო, კიდე შემოგთავაზებთ. ავირჩიოთ რამდენიმე ვარჯიში, 1 2 3 4. ზოგის ვარჯიში კიდე დაუბრუნდებით ჩვენ რაღაც ის მერე, რაცა ყველა კუნთს გავივილით. მეორე წრეზე და ან მოიქნები ან სხვა იქნება და აგიხსნით. ვარჯიშებს გავაჩვენებთ. ვარჯიშს გაჩვენებთ. ახლა გადავიდეთ ბიცეპსზე, ხო? გავთ ბიცეპსი ახლა უკვე ჩართული არის და იმუშავა. ხო. რაღაც შეწერანალის ხელების დამეღალაო, ანუ ბიცეპსი მუშაობს ზოგის ვარჯიშზე, განსაკუთრებით თუ ესეთი ტექნიკით აკეთებ და ესე გაჩერებით აკეთებ. კი. და ეხლა ბარეკან ბიცეპსი გახურებული არის ასე თუ ისე და გადავიდეთ ბიცეპსზე. ზურგი დავასრულეთ და ეხლა გადავდივართ ბიცეპსის ვარჯიშზე. ორ ვარჯიშს შევარჩევთ. ერთი იქნება ღერძით და მეორე ჰანტელებით. წამოდით. საპოზიციო ვარჯიში არის შტანგა და განტელი. აჰა. ხელები ახლა როგორ მოგიდოთ? თავს და ატყას, რაც თავისი არის, ანუ ნახე, შიდა თავი, შუა თავი და შიდა თავი და გარე თავი, ხო? აუცილებელი არის ეს თავი, რომელიც გარშემო შეიძლება მე შიდა და გარე ნაწილი. ამიტომ პირველი რომ გამოვშალოთ, რომელიც უფრო დიდი ნაწილი არის, თავი ნაწილი არის, ავიღოთ სწორი შტანგა. აჰა. ხელები დაახლოებით ესე. ხელები სიგანეზე. ხელები სიგანეზე, აქ ხაზებიცაა, აი ხაზებზე მოკლედ. ხაზები შეგვიძლია დავიმახსოვროთ, თითი რომელთიც ვკიდებთ ხაზზე. აქაც ახლა კანი არ მოძრაობს, არაფერი დედამიწაზე არ მოძრაობს, გარდა ხელებისა. კი, იდაყოფში იქნება. ამოდის კერვის სიმაღლეზე. ბოლომდე აი აქ რომ ამოვიდან თქე. და წინა დელტები ერთვება, ბიცეპსი იჩება. გაიჩება, ესები დაზიანდება და თასისა. ესე ეგეთი გაკეთება შეიძლება ნახონ ოღონდ ჩიტინგით პროფესიონალებზე, მაგრამ ეგენიც არ ეკეთებენ ხოლმე რა. ეს ვიდეოს, ის მოსა ვიდეოს დიწონასოცა. და ბოლომდე არ გავთიშოთ, იმიტომ რომ აქ ნახე აქ უკვე ბიცეპსი გაითიშა და ეს ვარჯიში შეიძლება ჩამოკიდებული არ და კუნთს არ უჭიროს. ხო, გარს ვიღაც პროფესიონალი ისე დიდი კუნთური მასა აქვს, ესეც სხვა პრინციპი არის, მაგრამ როცა და სხვა მიზანით, ხო. გავაძიოთ. თან მანდაც არის ალბათობა, რომ დაზიანება მიიღოს. კი. დამწყებმა მით უმეტეს. აი აქ დავაჩეროთ და ჩემი ბიცეპსზე ხედავ, კუნთი კარგად მუშაობს, დაჭიმული არის და სულ დაჭიმული მდგომარეობაში. ერთი
ეგ აი ეს ადგილი. და მთლიანად. წინა ნაწილი კარგად მუშაობს. წყოდას დამიჯერე და ამ შემთხვევაში ესეც საკმარისად ძალიან მეწვის. აჰა. და სულთად კუნთიც ეს აქ და არაფერი სხვა არ ეხმარება. რეალურად ამ ბიცეპსის კუნთის ზომა ანუ არ არის ძალიან დიდი და შესაბამისად მეტად მძიმე ზონაც არ ჭირდება. კოკა. ანის მოძრაობაც წონის ამოწევაში გვეხმარება. შესაბამისად ზოგ შეიძლება იგონოს რომ 30 კილოგრამს აკეთებს მარტივად, არა და ამ დროს უბრალოდ ტანით, ინერციით, ქანაობით ეხმარებოდეს წონის ჩიტინგსაც ეძახიან. ჩიტინგით აკეთებდეს. ძალიან იგზენი ბიცეპსი ძალიან ამეწვა. შენც ხამე კიდე ავხსნი კარგად. ნახე უკვე ეს თავი შუანაწილი დაჭიმული არის. კოკა ტანს არ ამოწევს. მართო სახსახში იხრება. ბიცეპს თორეს დაჭიმულს, სულ დაჭიმულ გამარებაში. როგორ მუშაობს? ბიცეპსი. კოკა ასოს იდეალურად მოძრაობას აისახა. შესამჩნევი ცაი და ვიზუალურად ჩანს. კარგად მუშაობს. ესე იგი, კიდევ არის ხოლმე რომ ეხ თავიდან რომ დავიწყე პირველი 4 გამეორება იყო ძალიან მარტივი. ანუ კონც თითქმის აი ვერ გძნობდი. აი როგორც აი კონცის წვას ვერ გძნობდი, მაგრამ ამ 4 გამეორების მერე მე-5, მე-6-დან უკვე დაიწყო კონჩი წვის შეგრძნება და უკვე მე-11 და მე-12 გამეორებაზე საკმაოდ ისეთი იყო, ანუ რთული იყო. ანუ თვითონ სიმძიმის აწევა არ არის რთული. არა, ანუ გამძლეობა ამ კონთის წვას რო გაუძლო და ის ამპლიტუდა შეინარჩუნო, ეგ უკვე რთულდება. ვიღაც ეხა პირველი გამოსვლა იყო. ეხა ეს რა, კიდე ხო გავაკეთეთ მეორე, მესამე მოსვლას. უფრო გართულდება. ეხა ვიღაც დამწყები დააკეთებდა 5-ს, ვინც არიცის, ვერ იგზნობდა დადევოც. აიღებდა, ხო, იფიქრებდა რომ სუბუქი არისო რა ეს შემთხვევა. ხო, დიწონოს და ამას მიაქცეთ ყურგენ და ვიძახენი არავის ის მოსავიძახი რომ სულად ვარჯიშობს ან რაღაცა პროსა მინდა რომ დამწყებზე გავაკეთო აქცენტი რომ არის ჩქარა წონის მატება. ეხლა მე მაგალითად ამას წონას არ მოვუმატებდი მეორე მისვლაზეც, იმიტომ რომ კარგად ვიგზენი და კიდევ უფრო კარგად გავახვედი ბიცეპსს, შემდეგ ორ მისვლაზე ავიღებდი უკვე შეიძლება მეწონას. ხო. უფრო ზაფიქრებოდა ჩემი კუნთი და ორგანიზმი. ძალიან კაი, ეგრე გავაკეთოთ. მეორე მისვლაზე კუნთს უკვე ფორმა შეცვლილი აქვს. იმის და მივხედავად რომ ზურგი გავაკეთეთ, სადაც ბიცეპსი მუშაობს. ერთი იზოლირებული ბიცეპსის ვარჯიშით პირველივე მისვლის მერე უკვე კუნთის მასას ფორმა აქვს შეცვლილი, ან გადიდებული არის კუნთი აშკარად 20 კილოგრამით 12 გამეორებით. კოკა მოგოსწრებს შეგრძნებებს. ნელა ვიტო. აი. კიდე უფრო დავამძიმეთ. მე მგონი გადავიფიქრე ნეკოკა წვენის მომატებას. კოკა მოიტანა 5 კილოთი მეტი, ანუ 25 კილო, 20 კილოთი დავიწყეთ ვარჯიში ბიცეპსის. ჩვენ შეგვიძლია არ მოვუმატოთ ეს 5 კილო და იგივე წვენი მე და კოკამ გავაკეთოთ ისე დატვით და უფრო დავამძიმოთ, მაგრამ კუნთის ზრდისთვის საჭიროა ცოტათი წონის მატება რა. ამიტომ 5 კილო დავამძიმეთ და შევეცდებით და ტექნიკა იგივენაირი შევინარჩუნოთ სულთა. მე კიდევ შეიძლება 1-2-3 გამეორების გაკეთება. იდეალურია. 25 სულ რაღაც 25 კილოგრამი. 25 კილოგრამი. კარგი, ნახოთ აბა.
შეციგზებ. მოძრაობა იგივენაა, ყველაფერს იგივენაა ვსწავლოთ. თუმცა წონა შევცვალე. უკვე წამოვიდა ის ერთი სკოპა ერთი აი ამას აქვს შედეგი. გიჭირს და აკეთე. შენიერია. ეგარი, ანუ ბოლო ამოწევისთვის ღირდა ის ყველა საშუალება არ უნდა ქონდეს ამოწევა. ერთი ორჯიშიც გავაკეთოთ, ხო? კი, ფანტელებით. ჩაკუჩები გავაკეთოთ. ყველასთვის შევიდოთ, რომ აქ მოწევით. ეს ნაწილიც იმუშავებს, შუა ნაწილიც. და გარეთ ნაწილიც რახიელის ასწეძახია. ხო. აქაც ნახე იგივენაირად, ჩემი აზრით. ეს ამეთახება ჩიტინგი გამორიცხოთ. ჩიტინგის გარეშე, ხო. არ დავთვლით იმ რაოდენობას, ხოლმე ვარჩევ უფრო აქ ბევრს ისეც ვერ გავაკეთებ, ერთად წინა ვარჯიშის მერე. დარიების ესე. სწორი მოძრაობა გავაკეთე, ახან ორი ანუ ამგვაქვს ეს მაჯერო ჰორიზონტალურად იყოს. ხო, ან ცოტა უფრო ზევით ბიცეპსის სიმაღლეს. ზემოთ ვაჩერებთ ერთი წამი, მერე ნელა უშვებთ. უფრო გართულდა, მაგრამ ბოლო გამეორებები არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რო იცოდეთ და როდესაც გაგიჭირდებათ, შეთვალეთ ფაქტობრივად მაქედან იწყება ვარჯიშის შესრულება. იმის, რაც შედეგს მოგცემთ. კიდე კაი 12 კილო არავე. ხო. თორე იქამდე, რასაც მარტივად ვაკეთებთ, ეგ არის უბრალოდ იმის შენარჩუნება, რაც გვაქვს ისედაც. ცოტა რამე განვითარება რო გქონდეს, ეგ იწყება, როცა რაღაც გვიჭირს და იმას ვაკეთებთ. აი გვაძლევს შედეგს. აი. სანამ დავიწყებ, ჭიმავთ ბიცეპს და არ მოგვაქვს. აი, სწორედ აღნიშნე კიდევ ერთხელ აღნიშნოთ პროგრამას სწორედ აღნიშნე, ჭიმავთ ბიცეპს, ანუ უკვე თითქოს დაჭიმულ მდგომარეობაში გაგდა, მე იწევ კეთებას, უფრო ეფექტურია. როდესაც ბოლომდე არ ჩაგობს, ხო? მეგონის სწორი წონა ავიღეთ, გოგაი, ორი. კი. ჩიტინგით ახლა ამას გავაკეთებით, რა ვიცი. 20 კილოსაც ნორმალი. კი. მაგრამ ნუნთი არ იმუშავებს და ისე როგორც აიხლა მუშაობს. ნაი, უკვე ხა ფანკსაც ხედავთ, ხო? ბრახიელისი გაიბერა გარე. ნახელა ფანფი მოხსა იმ დაბალმა წონამა. და სწორად კეთება. ხა მეორე მისასაც წარმოგდგენად სამინდა რა იქნება. აი ვარჯიშზე აი რო ამოწევს, აი აქ ეტყობა. თვალი პუნქტი არის. რომელსაც ამითარებს აი ეს ვარჯიშია, ეს ჩაკუჩები. აი მაგ ბიცეპსის შიგნით ნაწილს. ესე გარეთ გამოყავს და აი ამ ნაწილსაც ეხმარება, მე უფრო გარეთ წევს და ხელი უფრო დიდი, მასიური და უფრო ფუნქციური ჩანს და ხდება. და ძალიან გართულდა. და ხო მომედი წვა. გუი გაჩერება მიჭის.
მე ცოტა პაუზა უნდა ავიღოთ, თორე? ხო, ცოტა შევისმენთ. ამიო, ნახევარი წუთი დავამატოთ. აი, ამ მაჯასაც კარგად ანვითარებს ეს ვარჯიშა ეს წინა ნაწილს. აი, ნაწილს ამსხვილებს რა, ამასაც და ამას. გიჭირავს და სტატიკოდ გამომეში გაქვს, უფრო მეტი კუნთები ერთება და კლient სხეული ძლიერდება. თუ თელი სხეული ჩართულია რაღაცა წონის, ერთ-ერთი ხარის არის 20 კილო, ხო? 20 კილო წონის დაჭერაში მარტო ბიცეპსი არ იღებს მონაწილეობას, ხო? თელი მაჯა, რა ყველაფერი, ანუ დელტებიც ერთვება, ზურგი, რავი, სისხლები ჩართულია, დაიჭიროს ეს წონი. აი, აქედან იწყება მედე. უკვე ცოტა ჩიტინგით შეიძლება ისე ამო. მაგარი მომენტია იქ ბოლო ამოწევა, ანუ საკუთარ თავთან ბრძოლა რო აქ რო ანუ გაჩერდეა თუ გააგრძელო. ეცის მაგრამ კაიფო. ხო. აბონე შეესწავლეთ. ძალიან მაგარია, მაგ დროს ანუ ძალიან მე პირადად ვისმენებ რა, ანუ გონებრივად ეგეთი ვარჯიშის და მისვლების დროს, ანუ იმიტომ რომ საკუთარ თავზე ძალიან კონცენტრირებული თუ არ ხარ, ანუ ვერ გააკეთებ რა, ანუ მაგ მისვლას ეგრე ბოლომდე ვერ მიიყვან და შესაბამისად ეგ დროს გიწევს რომ ვაფშე არაფერზე აღარ იფიქრო ამ ცხოვრებაში. ერთი მომენტი, ერთი დანიშნულება გაქვს იმ მომენტში რომ უბრალოდ ეს წონა ამოწიო, რაც თითქმის არაფერი იძახიან ხოლმე ვარჯიში ანტისტრესია. ანტისტრესი არის ხო, იმიტომ რომ სხვა ყველაფერი გავიწყდება და თან ჩართული ხარ ერთი სისხლი მოძრაობს ხელში და ხასიათზე მოდიხარ და ის მეტი სისხლი მიეტანება და დოპამინი. ყველანაირად მოკლედ ძალიან კარგი არის რა. აბედნიერებს ესე რომ ვთქვათ. ავიდა ბოლო მისვლა, ხო? ბოლო მისვლა არის და ნახოთება. ვარჯიშლება ხელი სუკუნთი დაჭემული არის, ანუ სუმუშაობაში არის კუნთი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოიტენება სისხლი კუნთი. აი კოკასაც უკვე ფეხიც კი დამეჭიმა. მარცხენა ბიცეპსი დამეჭიმა. წავი დავდოთ. კაი ბოლოს გაწელობს აიგაცვლა ეხა მასარი. კაი გაწელობები ძალიან მნიშვნელოვანია ვარჯიშის დასრულების შემდეგ რა. ეხლა ჩვენ ამ შემთხვევაში ბიცეპსი გავაკეთეთ. აი და ხე ზევით უნდა აწიო, ბიცეპსი შემოავნო. ხო. და ხე შეიძლება რამეს მოვკიდო რა ეს ხელი და ისე შეიძლება ეს ნახე მაჯა ჩეტეხილი აი ჩეტეხილი და ქრუიტაზე აი ესე წელა ისე კარგად იქნება და ლამაზად ვითარდება კუნთი სულ ეგ არის რა კარგი გასიანო სხვა ვარჯიშებს კიდევ შემოგთავაზებთ კიდევ იქნება ჩაიწერება სხვა ვიდეოები სხვა ფორმატით ლაშესთან კიდევ იქნება სხვა პროფესიონალ ადამიანებთან ერთადაც იქნება სხვა ვიდეოები ეს დავამატებდი თუ რაღაცა დაგაინტერესებთ დაუწყეთ კოკას რომელი ვარჯიში ჩაწერა გსურთ ვისთან ერთად სურთ ბოდიბილდერია, ბევრი სპორტსმენია, ზოგს შეიძლება ლაშესთან, ზოგს კოკასთან, ზოგს იშასთან, ზოგს ადიკასთან, ზოგს რავი ტატოსთან, ბევრი სპორტსმენი ყავს და თქვენ თუ ის გსურთ რომ ჩაიწეროს ვიდეო ან რომელი კუნთის ვიდეო ჩაიწეროს ახსნა, სრული. აი, დაუწყეთ სიამოვნებით. ხალხს ძალიან ჭირდება რა. ათნაირი პროფესიონალების გაზიარება ძალიან სასიკეთო საქმე არის ზოგადად ეხა ეს რაც კეთდება და აუ ბევრი ადამიანს ჭირდება რა. კი, ხა შენ კი შეთავაზე, შენ ბევრი საინტერესო ვიდეოს იმათი აზრით საინტერესოა, რაზე სურთ ეს გაგეთება და შესაბამისად გაითვალისწინოს კოკა და დავიქეს აქცენტებს იმ ვიდეოზე, რომელიც თქვენ ისურვებთ. აუცილებლად.
ვარჯიში დავასრულეთ და ვარჯიშის შემდეგ აუცილებელია ცილები, ხო, რომ მივიღოთ კუნთის მშენებლობისთვის რა, კუნთის აშენება არის ცილები. და ამისთვის ყველაზე სწრაფად სინთეზირებადი ცილა გვაქვს პროტეინი, ეგრეთ წოდებული რძის შრატი. რასაც ამ შემთხვევაში გვიმზადებს ფიტმილი. ეს არის ვანილის რძის შრატის ცილა. კი ბატონო, ვარჯიშია ახლა ეს ნაყოფიერი ვარჯიშია, აუცილებელი არის საკუთარი ცილი შევსება ჩვენი რაციონის და როგორც მოგესალმებით 40 წუთი წლის მანჯერა ღია არის და აუცილებელია ცილები მოწოდოთ და სწრაფად აცება ცილა არის ვიტამინის რძის შრატის პროტეინი, რომელიც აუცილებელია სწრაფად აღდგეს და შენ შეგვიძლია რომ 40 წუთში 50 წუთში 1 საათში მივუწოთ საჭმელი თავისუფლად. აგვიგვარს. აი და ბოლოს მადლობა გადავუხადოთ. გემრიელია, ხო? ბოლოს მადლობა გადავუხადოთ დარბაზს, ახლად გახსნილ დარბაზს, მატა ფიტნეს. ახალი რომელიც მიგვიღო და აქვს ძალიან კარგი ინვენტარი. ძალიან მრავალფეროვანი ტრენაჟერები არის, ბევრი განსხვავებული ვარჯიშის, ზურგის ვარჯიშის შესრულება შეიძლება, ასევე ფეხის ტრენაჟერები ძალიან კარგია და ზოგადად ყველაფერი რა, შტანგებიც, კანტელებიც, ყველაფერი ძალიან კარგად არის. მოკლედ, მადლობა კიდევ ერთხელ. მადლობა მატა ფიტნეს შემოგვისთვის და მადლობა ფიტნეს, მადლობა კოკას ჩემი მოწვევისთვის. მადლობა ლაჟას. გადაცემაში, პირველ გადაცემაში. მოკლედ ვარჯიში დავასრულეთ და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი არის, დღევანდელი ვიდეო რაც იყო და კიდევ ასეთი მსგავსი ვიდეოები იქნება. ეს რომ ნახოთ, უყუროთ, გამოიწერეთ არხი და შემდეგ ვიდეო, როდესაც დაიდება, მაგას მალევე ნახავთ. და ასევე კომენტარებში დაწერეთ თუ რა ტიპის ვარჯიშებს ისურვებდით, რომ შემდგომში ჩავწეროთ და ასევე ვისთან ისურვებდით, რომ ჩავწერო ეს ვიდეო ვარჯიშები. ძალიან ბევრი ტრენერი არის, ბოდიბილდერი და არა მარტო, რომლებთანაც შეგვიძლია რომ მოკლედ ძალიან კარგი ვიდეოები ჩავწეროთ რა. დაწერეთ კომენტარებში, ვისთან გინდათ და რა ვარჯიშები და კიდევ ერთხელ გამოიწერეთ არხი. მადლობა ყურებისთვის, ვინც ბოლომდე უყურეთ.